საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების სარჩელი დააკმაყოფილა. სამეურვეო საბჭოს წევრები დავით კანდელაკი, ნატალია დვალიზურაბ, დავითაშვილი, გიორგი მელაძე, ემძარ გოგუაძე და მამუკა ფაჩუაშვილი იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებდა. მოპასუხე მხარეს საქართველოს პარლამენტი წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი თუნდაც უფრო ეფექტური წესი იმთავითვე არ წარმოშობს სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაუდებელ აუცილებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები თანამდებობას უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნებენ. მათგან ნაწილს ვადა 2015, ნაწილს კი 2017 წელს ეწურება. მათი უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებულ და გამონაკლისს შემთხვევებში, იმ შემთხვევაში თუ კი დადგინდება, რომ მათმა საქმიანობამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და მისი საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებას და ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადაუნორობის საქართველოს კონსტიტუციის 29 მუხთან მიმართებით. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა დარჩა ისე, როგორც ის თავდაპირველად იყო კანონით განსაზღვრული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლობის განვითარებისთვის საქართველოში და არა მხოლოდ